მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი საჯარო გაშლის თემა, როგორც მივხვდი, აქტივობების მიხედვით, ნახვების მიხედვით, ვფიქრობ, რომ ძალიან გაინტერესებთ რას ფიქრობს მამაკაცი, ვენატრები თუ არა, სულ ერთი ვარ თუ არა, ვუყვარ ვარ თუ არა. ამასთან დაკავშირებით, ხო მივხვდეთ იმისა, რომ ასეთ საჯარო გაშლებს მინიმალურად გთავაზობთ, ყოველთვის მაქვს ჩემი მოსაზრება, რომ თუ მამაკაცი ნარცისული აშლილობით არ არის, ან რაღაც ესეთი ტოქსიკურ აბიუზერი ან მოთამაშე არ გახლავთ, манипуляტორი, მაშინ ის არ დაიწყებს, ან ადამიანი, რომელიც უბრალოდ არ არის ჩამოყალიბებული, არის ინფანტილური და ვერ გამოსულა რაღაც გარკვეული ბავშვური სცენარებიდან, ის ადამიანი მოგწერთ კიდევაც, ენატრებით გეტყვით, უყვარ ხართ, იმოქმედებს და ყოველ შემთხვევაში ასეთ თემებზე აღარ დაგჭირდებათ საჯარო გაშლები, თუ რა თქმა უნდა მამაკაცი, მოდი ასე ვთქვათ, მამაკაცურ ენერგიებში ჯანსაღად, სტაბილურად და მოდი ასე ვთქვათ, ჰარმონიზირებულია იმ თავის მამაკაცურ საწყისთან, არ აქვს პრობლემები ფსიქოლოგიურ ენერგოინფორმაციულ ასპექტებში და შესაბამისად მე ყველას ასეთ მამაკაცებს გისურვებთ გვერდით, მაგრამ მაინც რადგან და რაოდენ თემების მიხედვით, ნახვების მიხედვით ხვდები, რომ ეს ყველაფერი არის აქტუალური თქვენთვის, ხო? ვერ გეტყვით, რომ ხშირად, ვერ გეტყვით, რომ ყოველი საჯარო გაშლა ისტერიულად მათ მიეძღვნებათ, იმიტომ რომ არ მაქვს ეს ფორმატი, ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონებმა იმუშაონ საკუთარ თვით შეფასებაზე, უფრო მეტად შეიმეცნონ სამყარო, მაგრამ სანამ სამყარო შეიმეცნონ საკუთარი თავი, შეიმეცნონ საკუთარი სხეული, საკუთარი სურვილები, იმუშაონ საკუთარ თვით შეფასებაზე, რომ მოდი ასე ვთქვათ, მათთვის წამყვანი იდეა ფიქსი ის არ იყოს და მათი თვით შეფასება და მათი ბედნიერება არ იყოს დამოკიდებული ვთქვათ იმ მამაკაცის ფიქრებზე, ემოციებზე და სიზმრად მოვლენაზე, რომელიც დღეს თქვენთან არის, სხვაგან თამაშობ ზეგ, არ ვიცი, შეიძლება სათადარიგო საბურავის როლში გამყოფოთ, მაზეგ ისევ დაიკარგოს, მე ისევ გამოჩნდეს და ასე შემდეგ და თქვენს ემოციურად დაიტანჯოთ, ხო? ამიტომ ეს უბრალოდ ესეთი საჯარო გაშლები იქნება შიგადაშიგ, რომ უბრალოდ გარკვეული რაოდენ და რადგან აქტუალური არის თემა, პერიოდულად რაღაცნაირად თქვენი ესე ვთქვათ ცნობის მოყვარება დავაკმაყოფილა, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ესეთ საჯარო გაშლები იქნება ხშირად და ძირითადად. მე კი გერჩევთ ყველა თქვენგანს, რომ არ დაგჭირდეთ ტაროლოგიურ პროგნოზებში იმის ძიება, ენატრებით თუ არა, ფიქრობს თუ არა და ნანობს თუ არა, ხო? არამედ მოისმინოთ ისეთი საჯარო გაშლები, რომელიც საკუთარი თავის აღმოჩენაში, პოვნაში და საკუთარი თავის სიყვარულში და გამტკიცებაში საკუთარ თავთან მეტად უფრო დაგეხმარებათ, მაგრამ რადგან ასეა, არიან ადამიანები, რომელსაც ეს თემა სჭირდებათ, მაშინ ოკეი, გავშალოთ ეს თემა. როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? აი, როგორ გხედავთ, ხო? გხედავთ თუ არა საერთოდ და თუ გხედავთ, როგორ გხედავთ? როგორ აღგიქვამთ მისი პრიზმიდან, როგორი ხართ თქვენ აღქმული, ხო? თუმცა აქაც გეტყვით, ჯანსაღი ქალი არასოდეს არ აღიქვამს საკუთარ თავს, არც მამაკაცის, არც ვინმე სხვა ადამიანის პრიზმიდან არ აფასებს, იმიტომ რომ მას თავისი თვით შეფასება აქვს და ესე იგი აბსოლუტურად აკმაყოფილებს ეს და არის საკუთარი თავის ერთგული ამ ნაწილში. მაგრამ ოკეი, მეგობრებო, ნახოთ. როგორ გხედავთ ჩაფიქრებული მამაკაცი ახლა 1, როგორ გხედავთ ჩაფიქრებული მამაკაცი ახლა 2 და მესამე ვარიანტი, როგორ გხედავთ ჩაფიქრებული მამაკაცი ახლა. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ადამიანი, რომელთანაც ან გაუგებარი ურთიერთობები გაქვთ, ან რაღაც წასვლები, წამოსვლები, თამაშობანი, გაუგებარი და უბრალოდ ვერ გაიგეთ ადამიანის დამოკიდება, როგორ გხედავთ ზოგადად ადამიანი და როგორი არის მისი თვალით დანახული თქვენ, ხო, როგორ აღგიქვამთ და შევეცდები, რომ ამ საჯარო გაშლით დაგეხმაროთ. ვარიანტი პირველი, ესეთი უცხო პლანეტელი. მეორე ვარიანტი გვექნება აი ასეთი ქვა. აი ასეთი მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი, ეს გვექნება მესამე ვარიანტი. რაღაცა რეპტილიის თავს გავს, არ და ბუნებრივი ქვებია.
მაგრამ რადგან ესეთი დიზაინის უკვე გვიდევს აქ, აი ეს ასე დავდოთ, ხო, რომ უფრო რაღაცა განსხვავებული იყოს. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი, როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა, ანუ როგორი ხართ მის თვალში დანახული თქვენ. მაშასადამე დავაპაუზოთ, ვინც ვერ მოასწარით ჩაფიქრება და დავიწყეთ. ვარიანტი პირველი, როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა, როგორი ხართ მისი თვალით დანახული, ხო? მისი თვალით დანახული თქვენ ახლა ხართ ადამიანი, რომელიც პირველ რიგში არის საკმაოდ ჰარმონიულ ენერგიებში, მე ვერ ვიტყვი რომ აქ ადამიანი გარკვეულ რაღაცა დისჰარმონიაში ან ნეგატიურ ენერგიებში გხედავთ. შესაძლებელია ახლა ესე ვთქვათ, დემონსტრირებდეთ სოციალურ ქსელებში, მეგობრებთან, საერთო მეგობრებთან, ანუ უბრალოდ შესაძლებელია ადამიანს ეგონოს ასეთი რამ, რომ თქვენ ახლა ხართ გართული ან სხვა ადამიანით, ან ვაგრძელებ მეგობრებო, ან რაღაცნაირად ესე იგი ნაპოვნი გაქვთ თქვენი თავი, აღარ ღელობთ ამ ადამიანზე, აღარ გაინტერესებთ, შესაძლოა საერთოდ ახალი პარტნიორული ურთიერთობა გაქვთ დაწყებული, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ მოდით უფრო მეტად გავშალოთ ეს არკანი. როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? ხო, ენერგიით სავსეს. ენერგიით სავსეს. არც შეიძლება გქონდათ ადრე ურთიერთობა, იყავით ერთად და ადამიანი ახლა ხედავს, რომ თქვენ ან ახალი ცხოვრება დაიწყეთ, ან ახალი ვთქვათ ეტაპი, მოკლედ ახალი წიგნის წერა დაიწყეთ. 2 ტუზი ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ძალიან შეიცვალეთ მის თვალში, განახლდით მის თვალში. სხვათა შორის შესაძლებელია სადღაც ფიქრებში გქონდეს ისეთი რაღაც, რომ თქვენ ამას იმიტომ აკეთებთ, რომ ან ეს ადამიანი დაივიწყოთ, ან რაღაცნაირად თუ რა თქმა უნდა, ესეთი არაჯანსაღი დიდი წარმოდგენა არ აქვს თავის თავზე. შესაძლოა ასე ფიქრობდეს რა, რომ ის აკეთებს ამას ჩემთვის. ხომც ადამიანს რომელსაც უნდა რომ საკუთარი თავის მნიშვნელობას ხაზი გაუსვას, ყველა სტატუსი, ყველა ფოტო და ყველაფერი მათ ეკუთვნით, ხო? და მათთვის კეთდება ყველაფერი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე გეტყვით აქ, რომ ადამიანს აქვს ეს ფიქრები, რომ შენ ამას აკეთებ მისთვის. მაგრამ თქვენ ახლა მისთვის აკეთებთ თუ არ აკეთებთ მისთვის, ფაქტი არის ერთი, რომ ადამიანი გხედავთ ახლა საერთოდ აბსოლუტურად სხვანაირს, სხვა რეალობაში, სხვა ცხოვრებაში, სხვა ადამიანის გვერდით, ან უბრალოდ ისეთ ენერგიებში, როდესაც თქვენ მზად ხართ ცხოვრებაში შეუშვათ ახალი ადამიანი და შექმნათ თქვენს ირგვლივ რაღაცა ახალი ისტორია, კარგით, მოდით ვნახოთ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე ახლა? ორიანების თასები, არკანი იეროფანტი, ხმლების მეფე, ცხრიანების კვერცხები. ნახეთ მეგობრებო, ნახეთ ხა ძალიან ის არის ორი ვარიანტი. თუ ეს არის სამკუთხედი, ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ნებისმიერ დროს მას შეუძლია გაარღვიოს თქვენი პირადი სივრცე, ვთქვათ, შემოვიდეს მასში, ან რაღაცა ისე მოგწამლოთ, ისეთ რაღაცა გითხრათ, ისე იმანიპულიროს თქვენით, რომ უცებ რაღაცა ისევ მის მხარეს გამოიხედოთ და შემოტრიალდეთ. აქვს ადამიანს, თუ ეს არის ყოფილი ქმარი, ადამიანი, რომელთანაც გქონდათ ურთიერთობა, გეტყვით იმას, რომ იგივე ვარიანტში ადამიანი შესაძლებელია სადღაც ფიქრობდეს იმას, რომ მას კვლავ აქვს თქვენზე გარკვეული ძალაუფლება და შესაბამისად მას შეუძლია სიტუაციები მის სასარგებლოდ მომართოს, იმიტომ რომ ის თulis რომ საკმაოდ ძლიერი ზეგავლენა აქვს თქვენზე. მოკლედ, ქმარია სამკუთხედია, 4კუთხედია თუ მრავალკუთხედი, ჩაფიქრებული მამაკაცი ფიქრობს, რომ თქვენზე მას შეუძლია მოქმედება. ანუ მას აქვს ასეთი წარმოდგენა დამოკიდებულება, ხო? მით უმეტეს თუ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ რასაც აკეთებთ თქვენ, აკეთებთ მისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ ნამდვილად გქონდეს ასეთი წარმოდგენა თქვენთან დაკავშირებით. ასე რომ როგორ გხედავთ? გხედავთ განახლებულს, გხედავთ საინტერესოს
აქვს ის ფიქრები, რომ ამას მისთვის აკეთებთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ მას კვლავ შეუძლია თქვენზე ზემოქმედება, კვლავ შეუძლია ვთქვათ რაღაცნაირად შეშმუშნოს თქვენი ენერგიები, მაშინ როდესაც ის ამას ჩათვლის საჭიროთ, იმიტომ რომ მას აქვს გარკვეული ძალაუფლება თქვენზე. ყოველ შემთხვევაში ეს ილუზია არის ადამიანის თუ არ არის ილუზია, ეს უკვე საერთოდ სხვა საჯარო გაშლის თემა, მაგრამ ამ მომენტში ეს ძალიან იკითხება. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, გადავედით მეორე ვარიანტზე. როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენ ხედავთ, მოდი ასე ვთქვათ, როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი? ნახეთ, და რამოდენიმე არკანით დავამატო. გაუგებარი ხართ ამ მომენტში ჩაფიქრებული ადამიანისთვის, ძალიან გაუგებარი ხართ, კითხვის ნიშანი ხართ, თითქოს ადამიანი ვერ გკითხულობთ თითქოს ადამიანი. როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა მეორე ვარიანტი? არკანი მაგი, კვერთხების რაინდი, ხუთიანების კვერთხები, კვერთხების მეფე. მე-15 არკანი. ოჩახ მეორე ვარიანტი აშკარად ესეთი კარგი, მოდი ასე ვთქვათ, ისქენით რა ქვია. კარგი კარგად გაუჭიმეთ საზღვრები ადამიანს. ხვდებით ხომ? იმიტომ რომ თითქოს ადამიანი ვეღარ ახერხებს, აი პირველ ვარიანტს თუ აქვს ის მომენტი, რომ იმაზე ისევ მაქვს გარკვეული ზეგავლენები, მე იმაზე ისევ გარკვეული ავტორიტეტი ვარ, მოდი ასე ვთქვათ, მისი გულისა, თქვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. იმიტომ რომ შეგრძნება მოგვს, რომ თქვენ ეს ჩაფიქრებული ადამიანი თავისი ქარიზმატული გამოსვლებით უკვე გაიგეთ ვინ არის, რას წარმოადგენს, სად რა დროს მანიპულირებს, სად რა დროს ცდილობს ვთქვათ თქვენს ისევ ბადეში, როგორც ქალთევზას ესე ვთქვათ, შემწყდევას და დაჭერას და ესე იგი თქვენი ენერგიებით გამოყვებას, ხო, იმიტომ რომ თქვენ აქ უკვე ან გარკვეული წინააღმდეგობები გაუწიეთ, უკვე საზღვარი, ვერ ვიტყვი რომ ძალიან ძლიერია და ძალიან მკაცრი, ხო? ამაზე უფრო მეტად მკაცრი საზღვრები შეიძლება, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს რაღაცა მაინც წვდომა ქონდეს სადღაც ენერგეტიკული თქვენთან დაკავშირებით, ხო? შეიძლება ქონდეს, შეიძლება არც ქონდეს. ნახეთ, გააჩნია ახლა სიტუაციას, ყველასთვის ერთნაირად ვერ წავიკითხავ, იმიტომ რომ შეიძლება ქონდეთ რაღაცა საერთო თემები, რის ფონზეც ერთმანეთს ეხებით, რის ფონზეც ერთმანეთთან საუბრობთ, ხო? ამიტომ რაღაცა გარდაუვალი შეიძლება იყოს რაღაცა მომენტისთვის, ვთქვათ, ერთმანეთ მამაკაცის მაქსიმალური იგნორი, იმიტომ რომ შეიძლება საერთო შვილი, სიტყვაზე ვამბობ, მაგრამ ძირითადად შემთხვევაში მე მომწონს ის, რომ თქვენი თავი იპოვეთ. ადამიანი ამას ხედავს, რომ თქვენი თავი იპოვეთ, თქვენ გაძლიერდით, თქვენ საქმეს აკეთებთ, რასაც ვერ ვიტყვი, რომ ხა ძალიან აბედნიერებს თქვა ამ ადამიანს და ძალიან ახარებს, რომ თქვენ თავნაპოვნი ადამიანი ხართ და საკუთარ ძალებს და საკუთარ ენერგიებს იბრუნებთ, იმიტომ რომ შესაძლოა იყო პერიოდი, როდესაც ეს ადამიანი კარგად მანიპულირებდა და კარგად მართავდა თქვენს ენერგიებს სათავისოდ, მაგრამ ახლა გრძნობს, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ გამიჭირდა ერთ არკანში თქმა, რას ფიქრობს, იმიტომ რომ თითქოს ვეღარ გკითხულობთ ადამიანი, ან შესაძლოა აღარ ქონდეს წვდომა ისეთი ინტენსიური, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის ეგოს რომ კარგად გადმოაბიჯეთ და კარგად მიუჩინეთ ადგილი, ეს ფაქტია. ეს ფაქტია, იმიტომ რომ თუ ეს იყო ვთქვათ ნარცისი ადამიანი, ნარცისული აშლობით, ამ აშლობებსაც თავისი ეს უფრო ცირთულები და სტადიები აქვს, მათთვის ყველაზე დიდი და მძიმე დარტყმა ზუსტად ეს არის, რომ დაარტყათ თვითშეფასებაზე, ხო? და შეცვალოთ მისი თამაშის წესები, გაუფასუროთ, ხო, მისი თამაშის წესები. ანუ აღარ მოიქცეთ ისე, როგორც იქცეოდით ადრე, ანუ აღარ აყვეთ იმ სცენარში, რაშიც ყვებოდით ადრე, ეს მათთვის ტრაგედია, ეს მათთვის უდიდესი
ასე ვთქვათ, დამარცხებაა და აქედან გამომდინარე შეგვიძლია მოხსნას, რომ ამ ადამიანს თავისი манипуляციებით ახლა ამყოფებთ თავის თავდახურულ ქილაში, თავიც კარგად მოუხუფეთ, რომ აი ამ თავისივე ენერგიებმა და ემოციებმა კარგად მოუღოს ბოლო, ხო? ამ ემოციებმა, რომლებსაც ის თქვენგან ვეღარ იღებს და ეს ემოციები არის აბსოლუტური სიბრაზე და უკმაყოფილება, რომ რას ქვია, მე ამას ვეღარ ვიღებ, ხო? არის აქ ეს სიბრაზე. ამიტომ მე გერჩევდით, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით ასე გააგრძელეთ. ასე გეჭიროთ თქვენი თავი. და მოდით კიდევ ერთი არკანით, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ახლა? როგორ ხედავთ გასაგებად და რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ახლა? ოთხიანების კვერთხები, რვიანების. ხო, ან ნახეთ, ძალიან გაბრაზებულია. ვიღაცა პატარა ბიჭივით არის, პატარა ბიჭუკასავით არის, რომელსაც სათამაშოს აღარ აძლევენ, რომლითაც თამაში შეჩვეული იყო და ამაზე არის ძალიან გაბრაზებული, ხვდებით, ხო? რომ ესე იგი, რას ქვია, მე აღარ მაქვს ექსპერიმენტების საშუალება ამ ადამიანთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ ხვდება, რომ ყველაფერი ისე როგორც იყო იმ სტაბილურობით, ნამდვილად აღარ არის და აღარ იქნება ჩემო ძვირფასო მეორე ვარიანტი, ასე რომ ყოჩახ, კარგად გიჭირავთ თავი, მომწონს და გემშვიდობებით, ესე გააგრძელეთ. და გადავედით მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი, თქვენ როგორ ხედავთ შაფიქრებული ადამიანი ახლა? არკანის სამართლიანობით ხედავთ ადამიანი თქვენ ახლა. სხვათა შორის ადამიანი გაკვირდებათ და სხვათა შორის ძალიან ისეთი მომენტი არის, რომ თითქოს ადამიანს ძალიან უნდა რომ ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ მასთან მიმართებაში უსამართლოდ მოიქეცით და თითქოს ადამიანი რაღაცა გულის სიღრმეში რაღაცა შედეგს ელოდება თქვენთან დაკავშირებით, ხო? ან ფეხის დაგიცდეთ, აღარ იყოთ ბედნიერი, აღარ იყოთ კარგად, ხო? რომ აი თითქოს გული უნდა რომ მოიფხანოს. ადამიანი გაკვირდებათ ნამდვილად და როგორ ადამიანად ხედავთ, ხომ? სხვათა შორის მისთვის საკმაოდ ესეთი დაუნდობელი ნეგატიური პერსონაჟი ხართ, უსამართლო აბსოლუტურად. მიუხედავად იმისა, რომ არკანის სამართლიანობა ამოვიდა, მისთვის უსამართლო. ამ შემთხვევაში თვითონ არის სამართლიანი და თქვენ მის მიმართ მოიქეცით უსამართლოდ. აი ესეთი ინფორმაცია წამოვიდა. მოდით ნახოთ, გაკვირდებათ თუ არა სოციალურ ქსელებში ეს ადამიანი, გაკვირდებათ თუ არა. სამიანების პენტაკლები გაკვირდებათ. გაკვირდებათ, ძალიან ბრაზობს. არკანი მზე ძალიან ბრაზობს თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ როგორ გაბედეთ და როგორ ხართ ასეთი ეგოისტი, როგორ ხართ ესე ბედნიერი ვთქვათ, როგორ ხართ ესე კარგად, ადამიანს არ მოსწონს ეს ყველაფერი. ხვდებით ხომ? ადამიანი აკვირდება თქვენს პროცესებს, ეს შეიძლება იყოს სამუშაო პროცესები, ეს შეიძლება იყოს თქვენი ყოველდღიური ცხოვრება და ადამიანი არის ადამიანი გადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენი თავი იპოვეთ, გადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენ კარგად ხართ, გადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენ შესაძლოა ბედნიერი ხართ და ეს მას ძალიან აღიზიანებს. კარგით, მოდით ვნახოთ. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით? როგორ ხედავთ? გავიგე. უსამართლო, საშინელ ადამიანს. რას ფიქრობს ახლა თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი? არკანის სამყარო, რაღაცა სიშორია თქვენ შორის, დასრულებული ეტაპია თქვენი ურთიერთობა. როგორ ხედავთ? იცით რა არის, ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, რომ თქვენ აბსოლუტურად სხვა რაღაცა ცალკე სამყაროში ხართ, ცალკე რეალობაში ხართ, სადაც მისი ადგილი აბსოლუტურად არ არის. იმიტომ რომ ადამიანი ხედავს, რომ რაღაცა ეს არის კარმული დასრულებული ეტაპი თქვენ ორ ადამიანს შორის, თქვენ ეს ადამიანი უნდა გაგევლოთ თქვენ ცხოვრებაში, ამ ადამიანს თქვენ უნდა
მიიღეთ, ხო, რაღაცა ეტაპი თქვენს ცხოვრებაში უნდა გაგევლოთ ერთად, ხო? ადამიანი ხედავს, რომ ძალიან წარმატებული, ძალიან ისეთი კარგი თვითშეფასების მქონე ადამიანი ხართ, რომელიც აფასებს თავის თავს, თავის შრომას, ძალიან თავდაჯერებული ხართ. ხვდებით ხომ? შესაძლებელია უბრალოდ ადამიანი ფიქრობდეს ან უნდოდეს რომ რაღაცა ცუდად იგრძნოთ თავი ოჯახურ ვარიანტში, ანუ პარტნიორულ ურთიერთობებში ხვდებით ხო? თუ გაქვთ ახალი პარტნიორული ურთიერთობა, ან შესაძლოა ადამიანი ფიქრობს რომ ისევ მასზე გეფიქრებათ და ამიტომ ვერ აწყობთ ახალ ურთიერთობას, ანუ კარგად ხართ, მოდი ასე ვთქვათ, ფინანსურად, კარგად ხართ სამსახურეობრივად, კარიერულად, მაგრამ არ ხართ ბედნიერი, ვთქვათ, ოჯახურ ამბავში და რაღაცა ილუზიას ქმნით, რომ აი მე ბედნიერი ვარ, კარგად ვარ და ყველაფერი კარგად არის, ხო? ანუ ადამიანს უნდა რომ სჯეროდეს, რომ თქვენ არ ხართ კარგად ემოციურ ამბავში, თუმცა ხედავს თქვენს გარკვეულ წარმატებებს და ამას ნამდვილად ვერ უკუაგდებს, იმიტომ რომ ეს წარმატებები ძალიან ხილულია. რას გრძნობს თქვენს მიმართ? რას გრძნობს თქვენს მიმართ? იცით რა თქვენს მიმართ გრძნობს იმას, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. ადამიანი გრძნობს იმას, რომ თქვენთან მოსასვლელი გზა მას უბრალოდ არ აქვს. რაც არ უნდა შემოგთავაზოთ, როგორც არ უნდა შემოგთავაზოთ. იმიტომ რომ თქვენ ხართ თვითკმარი ადამიანი, რომელმაც იპოვა თავის საკუთარი თავი. ადამიანი ხვდება რომ ეს არის რაღაცა ბოლო წერტილი თქვენი ურთიერთობის, იმიტომ რომ მეც გირჩევთ რომ თუ კი აღარ ხართ ერთად და აქ აღარ უნდა იყოთ წესრიგით ერთად, აღარ ჩააბრუნოთ ეს რაღაცა სცენარი და აღარ, იმიტომ რომ თქვენ ენერგოინფორმაციულად არ უნდა იყოთ ამ ადამიანის გვერდით. აი ეს ინფორმაცია მოდის, რომ თქვენ ხართ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსის ადამიანი, რომლებიც ერთად არ უნდა იყოთ. ხო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, როდესაც თვალები აგიხილებათ, მიხვდებით რომ ეს იყო ნამდვილად ილუზია და სურვილი რომ დაგენახათ ადამიანი ისეთი, როგორიც გინდოდათ რომ დაგენახათ, მაგრამ არა ისეთი, როგორიც რეალურად არის. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, გრძნობის ნაწილში აქვს პერიოდულად აი ეს გრძნობები შემოაწობა, ანუ სიბრაზეც არის, გრძნობაც არის, ხო, რაღაცა ორმაგი და ორნაირი და სამნაირი ემოცია ერთდროულად მოდის სიბრაზეც, შეჯიბრის სურვილის, პროტესტიც, რაღაცა მომენტში თბილი გრძნობებიც, მაგრამ მე ეს ეგრევე სიბრაზით ეცვლება ხომ, როგორც ჩანს, არ მოსწონს ადამიანს, ახლა ვინ ხართ, რა ხართ, რას წარმოადგენთ და საბოლოო ჯამში ეს მას ძალიან აბრაზებს. აი შემიძლია გითხრათ ჩემო ძვირფასო, მეგობრებო, მიკი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ველოდებით თქვენს კომენტარებს, მაინტერესებს, როგორი რეზონირდა თქვენი ისტორია თქვენთან. ნახვამდის.